ეს ჩემი რეაქცია იყო, როცა გავიგე რომ პროექტ კრეატორში მოვხდი. მიგადმოსულები გადახვედით. იმისათვის რომ აგიხსნა რატომ, ჩემი ისტორია უნდა მოგიყვე. ყველაფერი 29 წლის წინ დაიწყო. ახლად ემიგრირებულ ოჯახს მეორე შვილი უჩნდება, რომელსაც დანიელს არქმევენ. 2 წელი გადის და უკან საქართველოში უბრუნდები. პირველი სკოლა, პირველი მეგობრები, პირველი ჰობი. თითქოს ყველა ჩემს ირგვლივ რაღაცით არის დაკავებული, ყველა რაღაც წრეზე დადის. ცურვა, ცეკვა, ბოქსი, ფეხბურთი, მე კი არაფერი მაინტერესებს. 13 წლის ასაკში კიდევ ერთხელ ვიცვლი ქვეყანას. ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, რომლებიც ასევე რაღაცით არიან დაკავებულები. მე კი არაფერი მაინტერესებს. წლების შემდეგ სკოლას ვამთავრებ. და რა თქმა უნდა, ვცდილობ გავიგო რატომ არ ასეთი უინტერესო. და ვხვდები, პრობლემა იმაში კი არაა რომ არაფერი მაინტერესებს. არამედ იმაში, რომ წარუმატებლობის მეშინია. იმის რომ არაფერი გამოვა, იმის რომ შევრცხვები. ამიტომ არაფერს არ ვიწყებ. რატომღაც მეგონა რომ ყველაფერს შევეხები პირველივე წლაზე უნდა გამომივიდეს და შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. მარცხის განცდის შიში გამიჩნდა. ამიტომ ჩემს ირგვლივ კომფორტული ზონა შევიქმენი და თუ საჭიროება არ მოითხოვდა, ამ ზონას არ ტოვებდი. პროგრამირება, მუსიკის წერა, რობოტექნიკა, ყველაფერს თეორიულად ვსწავლობ, მაგრამ პრაქტიკაში არ ვიყენებ, რადგან ეს კომფორტული ზონიდან გამოსვლას მოითხოვს. დრო გადის და პროფესიის შესწავლა მიწევს და ბანკში ვიწყებ მუშაობას. კომფორტული გრაფიკი, კარგი ანაზღაურება და კარგი პირობები. ხვდები, რომ ფლად ჩემს ადგილზე არ ვარ, მაგრამ ვეგუები, რადგან კომფორტულია. პარალელურად პირველად ცხოვრებაში მიჩნდება სურვილი, ფოტო და ვიდეო გადაღება დავიწყო. და პირველად ცხოვრებაში თეორიიდან პრაქტიკაზე გადავდივარ. რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ნამუშევრები არც ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ვაგრძელებ. თავისუფალ დროს უბრალოდ ვიღებ ყველგან და ყველაფერს. და ნელ-ნელა ჩემი ჰობი ნაწილობრივ პროფესიად იქცევა. მუსიკალური კლიპები, სარეკლამო რგოლები და უბრალო არტ პროექტები. მაგრამ სინამდვილეში აი ამის კეთება მინდა, მაგრამ არ ვაკეთებ, რადგან მეშინია. 2024 წელს კი საქართველოში უბრუნდები და აქაც ვახერხებ კომფორტული ზონის შექმნას, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ყველაფერი შეიცვლება. შემდეგ კი ეხა გავიღვიძე რა და აი ეს ვიდეო მხვდება. პროექტი კრეატორი იწყე. თუ ხარ დამწყები იუთუბერი და გჯერა რომ შენმა ვიდეოებმა შეიძლება დაიპყროს ქართული იუთუბი, ჩვენ გეძებთ ჩვენ. პროექტ კრეატორიდან გიკავშირდებით. 8 ოქტომბერს თუ გეგნებათ რომ კასტინგზე რომ მოხვიდეთ. ეს არის თავარი რომ ცხოვრებაში პირველი ასეთი გამოცდილება, კამერები, ჟიური, ინტერვიუ, თავს მაქსიმალურად არაკომფორტულად ვზნობ. და როცა ჩემს ახალს ამბობენ, ხვდები, რომ ძალიან დიდ შარში ვარ და ეს ზუსტად ის არის, რაც მჭირდება.